ქართული დელეგაციის მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. როგორია რადიკალი ოპოზიციონერების და მმართველი გუნდის შეფასება? აქვს უდიდესი მნიშვნელობა სწორედ იმის ხაზგასასმელად, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართული ხალხის ბრძოლას და ეს რეზოლუცია იქნა ერთხმად მიღებული და იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას გაეთვალისწინებინა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ქართულ ოცნების დელეგაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. და ეს არის სწორედ ის რეალობა, რომელიც დგას ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე, როდესაც ქართული ოცნების ძალისხმევით ქვეყანა არის სრულად იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და ცრუ დევიზის ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად ქართული ოცნებამ დააყენა რეალობა კუდამოძუებული ევროპიდან. ტრაგედია არის ის, რომ 1999 წლის 27 იანვარს ესეც რაღაცნაირად სიმბოლურია, რომ ისიც იანვარში იყო ზურა ჟვანიას ძალიან ცნობილი ფრაზა მე ვარ ქართველი, მაშასა მე ვარ ევროპელი, როდესაც ევროპის საბჭოს წევრი გახდა საქართველო და 26 წლის თავზე ქართველი ხალხისთვის დაუკითხავად ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ისე ხალხს არ ეკითხება, უბრალოდ ეს სასოწარკვეთილად გადაწყვიტა, რომ აი მე ვტოვებ, რა თქოს დაასწრო ევროპის საბჭოს. ვიმეორებ, ეს არის ეროვნული ინტერესების და ქართული ხალხის ღალატი. ჩვენი ვნახეთ ძალიან ბევრი გამომცვლელი, რომელიც აბსოლუტურად უაპელაციოდ, აბსოლუტურად ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ყველანაირი ფაქტის გარეშე მაინც გვადანაშაულებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნები იყო გაყალბებული და ვითხოვეთ ჩვენგან ახალი არჩევნების ჩატარება. შესაბამისად, ჩვენ ფიზიკურად სხვა გზა არ გქონდა დარჩენილი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, თავმოყარე ქვეყანა და გადავდგით ეს ნაბიჯი და ჩვენი სურვილით უარი უთხარით ამ უფლებამოსილების ცნობაზე და რა თქმა უნდა, ეს არის ახლა დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი საბოლოო ჯამში ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და შესაბამისად მე შეუდგება ჩვენი დელეგაცია უკვე საპარლამენტო მუშაობას პასეში. თვითონ პასეს წევრობა ამ ინტეგრაციასთან კავშირში არ არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენი ქვეყანა საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნად და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ბატონ ბერსესთან, ალან ბერსესთან, რომელიც მოგეხსენება ჩამობრძანებული იყო ცოტა ხნის წინ და ძალიან კონსტრუქციული შეხვედრები ჰქონდა მასთან და ის საკითხიც, რომელიც ამ განხილვებშიც მონაწილეობდა, ისევ ეს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული თემა, ჩვენ შეთანხმებულები ვართ ბატონ ბერსესთან, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და ვიმსჯელებთ უკვე თუ რა ნაწილში არ შეესაბამება მათი გადმოსახედიდან ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს და რა თქმა უნდა თუ ისინი დაგვისაბუთებენ, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ კანონში რაღაცა ცვლილებების შეტანა მოვახდინოთ. პრაქტიკულად შეზღუდა ყველანაირი ფუნქციონირება ქართული ოცნების პასეში. მათ შეუზღუდეს ყველა ფუნქცია და ფორმალურად დატოვეს იმ პირობის შესრულებისთვის, რომელიც არის მოთხოვნილი. ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი არაღიარების პოლიტიკისთვის, ქართული ოცნების იზოლაციისთვის, სანქცირებისთვის და რაც თავარია, ჩვენი პოლიტპატიმრების გამოშვებისთვის და მოძალადეების დასჯისთვის. ამასთანავე ძალიან კომიკური იყო ქართული ოცნების რეაქცია, რომლებმაც პრაქტიკულად გაგდების შემდეგ გამოაცხადეს, რომ თავად ტოვებენ ასამბლეას. საქართველო ბევრჯერ გამოიცადა, რომ არის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა, კონკრეტული პროექტები არსებობს ამის მაგალითისთვის, თუ როგორ შეიძლება ორმხრივი თანამშრომლობა პარტნიორობა, მაგრამ რასაც ბოლო წლების განმავლობაში ხედავთ, რა განცხადებებიც კეთდება, ეს ყველაფერს აცნენილია მეგობრობასაც, პარტნიორობასაც, ეს არის პირდაპირ უსამართლო.